როგორ მოგწონს ლათინოს საღამოები, რომელზეც შენ დადიხარ ხოლმე? ძალიან მომწონს, იმიტომ რომ ლათინო ამერიკული საღამოები ჩვენთვის ყველაფერი აღმოსავლეთიდან. თავის ძალიან კომფორტულად ოჯახური გარემოა. საკმაოდ იქ სწავლობ დილეთებს, ვერთობით, მოყვარს ჩვენი მეგობრები. და ძალიან კარგად ვსვატარებთ. ჩვენ ცეკავთ სალსას, ანუ ეს არო იმაყოლებს რომ ზადის ჩვენთან რაღაცა ის პატრიცია რაღაცა თავგადასავლა პლანა მე პირადად უკვე ძალიან დიდი ხანია მინდოდა ასეთი რაღაცის გაკეთება ლათინური საღამოების პირველ რიგში. ალბათ დაიწყო მას შემდეგ, რაც წავედი ერთ-ერთ ლათინურ საღამოზე, რომელსაც აწყობდა ესპანელი ქალი და მისი ქმარი იყო კუბელი დიჯეი. იყო ძალიან საინტერესო სალსები, ბაჩატები, მერენგები, ან ჩემი პირველი გაცნობა ამ კულტურასთან მოხდა. ტარდებოდა კლუბ ინტერმეცოში და შემდეგ როცა ეს წყვილი წავიდა, გაჩნდა რაღაცა ძალიან დიდი მონატრება და მოთხოვნილება შინაგანი, რომ ეს რაღაცები არსებობდეს და მოკლედ მე და ჩემმა დაქალმა გადაწყვეტით, რომ გავაკეთოთ და ვცადეთ კიდევაც, მაგრამ მაშინ ძალიან ახალი იყო საქართველოსთვის ალბათ და ნაკლებად შემზადებული იყო მოსახლეობა და მალევე შევეშვით. თუმცა ცუდი ნამდვილად არ გამოგვსმია რაც გამოვიდა, ყველა კმაყოფილი იყო. ყველა ბედნიერი იყო და რა ვიცი, ყველას მოსწონდა ესეთი სიახლე. მაშინ როცა დავიწყეთ, უფრო იყო რაღაცა ის შოკის მაგვარი გაოცება. მეთქე ვერ ხდებოდა რა ამხაზრებდა თუ არა, მაგრამ აი დღეს როცა უკვე ვაკეთებ და ჩამოყალიბებული არის უკვე ბირთვი უყარულთა ერჩვენიერ დღეს მივხვდი და ეს აძლევს რაღაცა იმედს ალბათ. იმიტომ რომ უბრალოდ სხვადასხვა დროს და სხვადასხვა სიტუაციაში ესეთმა ხალხმა, რომელიც ერთმანეთს არ იცნობდა, უბრალოდ გაახსენდა, რომ რაღაცა ოცნება ჰქონდათ და ძალიან მოინდომის, რომ ეს ოცნება განეხორციელებინა და ეს ახსენდებოდათ ამ საღამოებზე, იმიტომ რომ ხედავთ, მე ეგრე ვფიქრობ, უკვე ჩემი ახსნა არის, ხედავთ, რომ ძალიან ბევრ ბედნიერ ხალხს, რომელიც აკეთებს იმას, რაც უყვარს, დაკავებული აქვს რაღაც კედლების მიღმა ყველა თავის პრობლემა, ყველაფერი აბსოლუტურად და აი მართლა რომ ტკბება დღეს, ახლა, აი ამ მომენტით. მარტო იმიტომ რომ ცეკვავს და მარტო იმიტომ რომ ერთობა და იმიტომ რომ აი რაღაცა ძალიან თბილი და ოჯახური სიტუაციაა ის რა. ხოდა ვიხდი მოაქ რომ უფრო მეტია ვიდრე კომერცია მე ეგრე და ყველაზე მეტად რაც მომწონს საღამოებში რომ აქ ერთიანდება სხვადასხვა ასაკის ასაკობრივი ჯგუფები, სხვადასხვა სოციალური ფენები, ანუ ყველაფერი კარგავს მნიშვნელობას და ეგ რო შემოდიხარ სხვა ადამიანი, უბრალოდ ხარ სხვა გარემოში და მე მგონია რომ ძალიან კარგი არის რომ ერთობიან რაღაცა ბავშვები შეგვიძლია როგორც 18 წლის 3 წლის 7 წლის 70 და მეტი წლის ადამიანები ძალიან კარგია ალბათ რომ ეს ხელი შეკრებულ შეუძლია ცეკვა წრეში ან წყვილებში ან რაღაცა ხალხებში მონაწილეობის მიღება. მე ვიცი რომ თქვენ გსტუმრობენ სხვადასხვა ცნობილი სახეები და თქვათ ვის გაიხსენებთ? ძალიან განებიურებულებით არა
ვართ ცნობილი ადამიანებით, მაგრამ პირველ რიგში ალბათ მორისი, მაესტრო მორისი, ძალიან ბალენსში ყოფდა. ეხლა როგორც ვიცით, თბილისში არ არის, მაგრამ ალბათ საუბარ ბალენსში გებს. დაპატიჟა თავის ტბაზეც, მაშინდელურად კონძულის შემადგენლობით და იქ რაღაც პირებიც ჩავატარეთ, ვიცეკვეთ და რაღაცა ერთობლივი გეგმებიც დავსახეთ და იმედი მაქვს, რომ ადრეთვიან ეს გეგმებიც განხორციელდება. კიდე ზოგჯერ შემოგვივლიან ხოლმე მსახიობები, მომღერლები, უცხოელებს მოსწონთ განსაკუთრებულად ვიტყოდი. სამწუხაროდ მათგან ცოტა ხნით არის ხოლმე ჩამოსული. მაგრამ საკმაოდ ბევრ მათგანს უთხრეთ, რომ აი ეს ჯერ ცხოვრებაში არ მიტარებიათ და ამით ძალიან ეს თამაშებიც მიზნით, რაღაც ფარული, მზაკრული მიზანი აქვს მაგ თამაშებს, რომ ადვილი გახადოს ადამიანების გაცნობა ერთმანეთში და რაღაცა ბარიერები და რაღაცები მოხსნას, რომ უფრო ადვილი გახდეს დაპატიჟება საცეკვაოდ, ან უბრალოდ დალაპარაკება და ასე შემდეგ. შეიძლება ვიღაცას არ ქონდეს ამის კომპლექსი, მაგრამ ძალიან ბევრს აქვს. თუნდაც დაპატიჟების, თუნდაც გაცნობის კომპლექსი და ჩვენ კი ვაყალიბებთ რაღაც ოჯახურ სისტემას, რომ რაც არის ახალი წევრი იყოს და პირველად იყოს შემოსული, თავის ძნოს საკუთარ გარემოში. თუ მისთვის მისაღებია ეს ცეკვები, ეს მუსიკა, ეს ცოტათი მაინც, ბევრი არის საერთო ცხოვრებაში აღწევია. ზოგი აცეკვდა, ზოგი მაყურებლად დარჩა. უმრავლესობა მაინც აცეკვდა, იმიტომ იმდენად აზარტული არის, რომ საკმაოდ ძნელია, რომ გულგრილი დარჩე. ეს თამაშებიც უბრალოდ ხელს უწყობს, რომ უფრო ადვილი გახადოს კონტაქტი და თუნდაც რომ ბალენსში სხვა, გულშემატკივრობს სხვას. ან თუნდაც რომ შენ გულშია და ისინი გეღვიძება რაღაცა აზარტი არის ეს ყველაფერი და საოცრად ახლოვებს ერთმანეთთან ადამიანებს. ჩემი მიზანია ვასწავლო ესეთი ცეკვა, რომელიც შეძლო ცეკვას ყველა. ანუ ყველასთვის ისარები ცეკვა, არტი ცეკვა, ის ცეკვა, რომელიც იცეკვება კლებებში. ანუ არ საჭიროებს რაღაც ტექნიკურ დაკითხვას და რაღაც სწორი ცეკვის მოზრაობას და ყველანაირად ვთქვი გავააზრო სწავლების გავააზრო პროცესი ვასწავლი ძალიან ესე რომ მისაღებად და თავისუფლად რომ აიღოს. სულ ვთქვი ისე მივაწოდე ეს მozრაობები რომ მართლაც აიღოს ეს მozრაობა. მე შემიძლია ვთქვა რომ ის ხალხი მე ვისაც ვშვი ვარსკვლავად როგორც შევთქვი ეს ის ხალხია ვინც უკვე ძლებს და შეუძლია მუსიკა თავიდან ბოლომდე იცეკვოს უცხო წყვილთან, ანუ შეუძლია მივიდეს დაპატიჟოს გოგო, ანუ გოგო მოიპატაოს ბიჭი, დადგეს და თავიდან ბოლომდე შეძლოს ცეკვა რა, ანუ უკვე მაგათა განვითარებული ურთიერთ პარტნიორობა რა, ანუ გოგო უსმენს ბიჭს, არ იცის რა სიტყვის ბიჭი გოგოსგან, მაგრამ ხდება და მიხვდება. აი ეს არის ყველაზე მთავარი, ანუ შეიძლება არსებობდეს ხალხი სრულიად არ იცნობდნენ ერთმანეთს, მაგრამ შეხვდნენ კლუბში, დადგნენ და იცეკვან თავიდან ბოლომდე მშვენივრად ლამაზად და გაუგონ ერთმანეთს. ეს არის ჩვენი მიზანი, აი ამ
ჩვენს აღამოებს, იმიტომ რომ დადგმული ცეკვა სულ სხვა არის და ცეკვა რომელიც აი ეს ექსპრომტად რა იმპროვიზაციით იცეკვებ, ეს უფრო დაფასებული და უფრო სასიამოვნო ცეკვა. მე ვგზნობ რომ ჩვენ ძალიან კარგად გვიღებს მაყურებელი და შეგვიძლია ვთქვათ რომ ჩვენ ვიწყებდით რაღაც 10 კაციდან და გავიზარდით რაღაც 300-250 კაცი ვართ. ეს ის ნიშანია რომ ჩვენ მართლაც რაღაც ვაძლევთ ხალხს და ხალხი მოყვარს.